გამოჩენილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე 100 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ გახსნა. შეხვედრას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, სხვა სასულიერო პირები, მეცნიერები, ეთერ ქემერტელიძის ოჯახის წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქ შეკრებილები ეთერ ქემერტელიძის უდიდეს ხვაწლზე საუბრობდნენ. ჩვენ მთელი საქართველოს სამეცნიერო წრეები და რასაკვირველია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ულოცავთ ქალბატონ ეთერის ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს და გვიხარია რომ იგი კვლავაც არის ახსავსე სულიერი და ფიზიკური ენერგიით და უსურვებ დიდხანს კვლავაც გაეხარებინოს ჩვენიერი აი ესეთი ასაკოვანი ადამიანების ამ ასაკში ესეთი მოღვაწეობა ეს არის გამხნევება ერისა რომ აი შენ ერს ყავს ასეთი შვილები ღირსეული შვილები რომელთაც არა მარტო დიდი ისტორია გავლეს და დიდი კვალი დატოვეს სამეცნიერო მოღვაწეობაში ასევე როგორც გამორჩეული მოქალაქე ბრძანდება ქალბატონი ეთერის წრების მანძილზე და მინდა მას უსურვოთ დიდხანს სიცოცხლე და კიდევ მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანოს სამეცნიერო ესე ვთქვათ საქმიანობაში. ეს არის ქალის შემკული ყველა ქართული ღირსებით. თუ კი რამე შეიძლება ქართველი ქალში იყოს წარმოდგენილი. მან შექმნა უზარმაზარი სკოლა ფარმაკოქიმიის არამსთუ ახალი პრეპარატები, მათი წარმოების დანერგვა, მისი პრეპარატები თელ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამოიყენება დღეს ბევრი დაავადების სამკურნალოდ და უდიდესი სიამოვნებაა რომ ჩვენ დღეს მოვეფეროთ ქალბატონ ეთერის და გავიხსენოთ ყველა ის მომენტები მისი ცხოვრების რომელიც ასე ალამაზებს ჩვენ ქართულ ყოფას და აი ამ ქალბატონს. მე მიხარია აკადემიაში მოსვლა, იმიტომ რომ ქართულ შეხვდები საუბრები და ჩემთვის ბერს ნიშნავს. მინდა რომ კარგად იყოს ყველაფერი და საქართველოს წინ წავიდეს, იმიტომ რომ ყველაფრის ღირსია. კლიმატი, ნიადაგი, მცენარეულობა, მინერალური რესურსები და ამავე დროს ბუნება. 9 ნიადაგია მთელ მსოფლიოში და ჩვენთან 9 მოიყარა თავი. ეს არის ეროვნული სიმდიდრე. ამ ეროვნულ სიმდიდრეს მოვლა უნდა, გამოყენება უნდა და გამრავლება უნდა. დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ქალბატონ ეთერს უკვე გავიდა კი ეს თარიღი, მაგრამ დღეს ჩვენ აღნიშნავთ მის დაბადების დღეს. აი წარმოვიდგინეთ ადამიანი 100 წლის მანძილზე ცხოვრობდა და ამ 100 წლიდან 80 წელი მუშაობდა ძალიან ნაყოფიერად. მე მასთან ერთად მის ინსტიტუტში მუშაობდი გარკვეული დროის განმავლობაში და ბევრი რამ ვისწავლე. შეგახსენებთ, რომ ეთერ ქემერტელიძე გახლავთ ცნობილი ფარმაკოქიმიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი უხუცესი წევრი. მან არსებითი წვლილი შეიტანა საქართველოში ფარმაკოქიმიური მეცნიერების განვითარების სფეროში. იგი გახლავთ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი. ეთერ ქემერტელიძეს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის წმინდა გიორგის ოქროს ორდენი. გამოჩენილი მეცნიერი 1958 წლიდან დღემდე იოվել ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში მოღვაწეობს.